ექიმი ძმები ქუჩო და იოსებ მთვარელიშვილები სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ მუნიციპალიტეტს გურჯაანს დაუბრუნდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში დაიწყეს მუშაობა და რამდენიმე მძიმე პაციენტი სიცოცხლეს გადაარჩინეს. მათი აზრით უფალი ეხმარებათ, რომ თავიანთი მოვალეობა პირნათლად შეასრულონ. ექიმები განათლების მიღებას განაგრძობენ. ქუჩო ზოგადი ქირურგიის, იოსები კი უროლოგიის რეზიდენტია. მომავალში სურთ, რომ ამ მიმართულებებით პროფესიონალი ექიმები გახდნენ. სწავლის პარალელურად ძმები თბილისშიც მუშაობენ მოტომედიკოსებად. მათთვის განსაკუთრებით საამაყო არის, რომ უფალმა საშუალება მისცათ პატრიარქის ამძიმარზე რიგში მდგომი 100,000-ობით ადამიანს შორის თავადაც მდგარიყვნენ და მოხუცების, ქრონიკულად დაავადებული პაციენტებისა თუ უძლურთათვის სამედიცინო დახმარება ოპერატიულად გაეწიათ. ბავშვობიდანვე ოცნება მქონდა, რომ გამხდარიყავი ექიმი და ყოფილიყავი სიცოცხლის სადარაჯოზე. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოცნებად მქონდა, რომ მემუშავა სასწრაფოს ბრიგადაზე. ეს როდესაც ხედავდი სასწრაფოს მანქანას, ყოველთვის სურდა, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყავი. და მართლაც მადლობა ჩვენ სამსახურს, რომ მოგცა საშუალება გადაგვამზადა პარამედიკის კურსზე და მოვხდით აღნიშნულ სამსახურში. სადაც ბევრი ვისწავლე, ბევრი გამოცდილებაც მივიღე და მადლობა ღმერთს, რომ ბევრ ადამიანს მართლაც დავეხმარეთ და შევცვალეთ მათი ცხოვრება. მახსენდება ერთ-ერთი გამოძახება, შემოვიდა ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში, ადგილზე მოსულებს დაგვხვდა პაციენტი ძლიერი ტკივილით, ცივი ოფლით და ითხოვდა დახმარებას. ადგილზე მისულებს, რომ დავიწყეთ შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები კარდიოგრამის გადაღების დროს დაიწყო პარკუჭოვანი ფიბრილაცია. პარკუჭოვანი ფიბრილაციის მოხსნის შემდგომ პაციენტი შეყვანილი იქნა გაუმჯობესებული პარამეტრებით კლინიკაში და ეს იყო ის გზნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ პაციენტის გადარჩენა, როცა ამდენი მისი ოჯახის წევრები, შვილი, მშობლები, მეგობრები, დედმამიშვილები ყველა გარშემო გვეხვია, გვეხმარებოდნენ მართლაც და ჩვენ პროფესიაში მართლაც ერთ-ერთი დიდი გოლი არის, როდესაც ახლობლები სჯერათ შენი და გვერდში გიდგანან ყველანაირად. ასევე მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ჩვენ რაც კიდე გავაკეთოთ, მაინც ღვთისნება არის ყველაფერი ბოლოს, მაგრამ ვაკეთებთ ჩვენ მაქსიმალურს. ვიბძვით ყოველ წამს და არ ვნებდებით არასოდეს. ჩემთვის ექიმობა საკმაოდ საამაყო, საპასუხისმგებლო პროფესიაა. ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი. მით უმეტეს სასწრაფო დახმარების ბრიგადაზე მინდოდა ძალიან მუშაობა და ხა გამოჩნდა ესეთი პროფესია, პარამედიკის კურსი, რომელიც საშუალება მოგცა, რომ გაგვიარა ეს კურსი და მე და ჩემ ძმას, რა თქმა უნდა, ერთად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. და რაც შემდეგაც სამსახურმა იმ საშუალებაც მოგცა, რომ ჩვენ რაიონშივე, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, იქ დაგვეწყო პირდაპირ მუშაობა. მუშაობის პირველი დღიდანვე საკმაოდ დატვირთული იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან არც ამავიწყდება არასოდეს, საკმაოდ თითქმის ყველაფერი შემხვდა, იმიტომ რომ ინფარქტის მქონდა, გულის გაჩერებაც, ანევრიზმაც და პირველი დღე ისე დატვირთული იყო და ისეთი ის ვიყავი, რა ქვია, უკვე როგორ თქო, თითქოს სტრესშიც რომ თურმე ვიდრე მე მეგონა უფრო მეტად ჭირდებოდათ ადამიანებს დახმარება რა. ჩემ თავში მოიძალა, რომ უფრო უკეთესად უნდა დამეწყო ეს მუშაობა, სწავლა, ფიქრი და რა ვიცი, ყველაფერი. ჩვენ იგივე სიტუაციაში მე და ჩემი ძმაც მოვხვდით ეს უწმინდეს გარდაცვალების შემდეგ იმ ხალხის ნაკადში, როცა სამძიმარ სათქმელად იყო ხალხი შეკრებილი. საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანები იყვნენ, რომელსაც ძალიან ბევრი იყო ქრონიკულად დაავადებული, სხვადასხვა, ისე რომ თქვათ რა, სხვადასხვა დაავადებით. მაგრამ აღვნიშნე კიდევაც ეთქან, რომ ხელჯოხებით ბავშვი, რამოდენიმე ბავშვი ესხდათ სულზე და ისე იჭდნენ რამოდენიმე საათით რა, იყო 10, 15, 14 საათი იყვნენ რიგში. საკმაოდ ესე ჩემზეც მოქმედებდა, რა თქმა უნდა, ჩვენც ახლა დილიდან ვიდექით და არც გვიგრძვნია მე ყველა თანამშრომელი ხა სასწრაფოს ბევრი ექიმი იყო, ბევრი მოტომედიკი იყო, რა თქმა უნდა, და ყველას ჰქონდა, არავინ არ დამჯდა, ყველა დაძახილზე, ერთ დაძახილზე, რომ სასწრაფო ჭირდებოდათ, ყველა იქ ვიყავით.